მოვედით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში. თქვენ გინახავთ არაერთი გადაცემა ჩემი, როდესაც ბარიატრიულ ოპერაციას უკეთებთ ჩვენს გმირს. გამარჯობათ. როგორ ხართ? მაგრამ ლოცულობ შენ. მაიმე მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ეს ჭიყვის ბრალია, რომეტირება ხოლმე. ამჯერად შევარჩიეთ ნიუ ჰოსპიტალი და მარიამ ბოკერია. მარიამ, არ ვიცი რამდენად პირადია შეკითხვა, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, დეპრესიაში ხარ თუ არა? საშინელი დეპრესიაში ვარ. აი გარდგას ვარ გინდა და სულ სახში გინდა რომ იყო და აი არავის დანახვა რო ვარ გინდა საკუთარი ოჯახის გარდა. თელ დღე ვცდილობ რომ სახში იჯდე. უბრალოდ რავი ამ ფილმს უყურო. მან ამ ბავშვებთან ერთად იყო. ასე იწყება ჩემი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე. დილით როდესაც ვდგები, ბავშვებს ვამზადებ, პირველ რიგში ჩემს უფროს გოგონას ჩაის ვამზადებ, რომ სკოლას წასასვლელად ვამზადებ და ვაცილებ. შემდეგ ჩემს პატარა ბიჭუნას თან ერთად ვარ მთელი დღე, ვემზადებით. გარდგასასვლელად ზოგჯერ სეირნობთ, ზოგჯერ დეპრესია მიწევს ხოლმე და არ გავდივართ. ხშირ შემთხვევაში მამამის გაყავს. შემდეგ მთელი დღე სახლში ვართ და თამაშობთ, ვერთობით, მხიარულობთ. და ესე შემდეგ ამასობაში ჩემი გოგოც მოდის სკოლიდან, შემდეგ სწავლობთ, გაკვეთილებს, ვეხმარები სწავლაში. მთელი დღე სახლში ვართ მოკლედ ერთად, სანამ მამიკო მოვა სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ ესე გაწუხებს ხო დეპრესია, ეს ფიქრები, ეს დისკომფორტები როგორ შემოწუხებელია, მაინც ვერ მოახერხე ის რომ რაღაცა. ვერ მოახერხე, ანუ ფსიქოლოგიური მომენტი ეუფრონებისყოფა ძალიან დიდია რომ გქონდეს ამ მომენტში. ალბათ გარემოებების გამო, იმიტომ რომ სულ სახლში რო ვარ, ანუ სულ ფიქრობ, ანუ დეპრესიის ფონზე. რამდენჯერ მიცდია ეს დიეტები, სწორი კვება, ესე ვთქვათ, მე რო ეძახი, მაგრამ სინამდვილეში შიმშილი. და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ფსიქოლოგიურად ჩავიკეტე და ვერ მოახერხე ის, რომ რაღაცა შემეცვალა. რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ ვერ გამომივიდა, ან საკუთარ თავს არ დავაძელე იმაზე მეტი, რაც საჭირო იყო. როდის დაგეწყო ეს პრობლემა? 30 წლის ხარ ჯერ მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა. როდის დაგეწყო? გათხოვებამდე ალბათ. რამდენი წლის წელს იყო? 19 წლის ვიყავი, რო გავთხოვდი. 85 კილოგრამი ვიყავი, 19 წლის რო გავთხოვდი და უკვე გათხოვების შემდეგ დაიწყო ეს ბოლო 11 წელი. აი ეს 11 წელია მაწუხებს ზუსტად ჭარბი წონა, მაგრამ ეს დამატებითი 40-50 კილო რაც მოვიმატე ბოლო 2 წლის განმავლობაში და უკვე ვარ ამ წონაზე. ანუ ვერ ვიკლებ, 5 კილოს დავიკლებ, უკვე ფსიქოლოგიურად არ ყოფნის ძალა. აი ეს ფსიქოლოგიურად არ ყოფნის ძალა როცა ამბობ, ანუ რა გჭედავს? ნებისყოფა არ მაქვს, საკმარისზე მეტი ესე ვთქვათ. ნებისყოფა არ მაქვს გამომუშავება. ჩვენ ხო შეგვიძლია? კი, რა თქმა უნდა, ახლა იმ ხელ ოპერაციას ვიკეთებ ყველა ვარიანტში, ფსიქოლოგიურადაც უკვე მზად ვარ იმისთვის, რომ ეს ეტაპები გადავლახო და მივიდე იმ ხო და ის ზუსტად ეგ მაინტერესებს, აი რა გაგდებდა მაკალაპოტიდან, აი ძალიან გინდოდა. ანუ შიმშილი, აი ესე ვთქვათ, ანუ სწორად არ უკვებოდი. როდესაც შიმშილობდი უკვე შეიძლებოდა შუა დღემდე მიმეყარა სწორად, უკვე საღამოს უკვე ტვინი მაგზრომებდა იმას, რომ ანუ შიმშილობ უკვე და უნდა მიირთვა რაღაც და აი ეგ რო ვარ ღვევდი უკვე მეორე დღიდან უკვე ვეღარ ვიწყებდი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური მომენტიც არის უკვე არასწორად იწყებდი. ხო, არასწორად ვიწყებდი. ანუ დავარღვია აზრი არ აქვს, მაინც ვერ დავიკლებ და ესე შემდეგ ეს იყო ფიქრები და ყველაფერი. ამ დროს რა მნიშვნელოვანი, მე ხო ეს გზა ძალიან გავლილი მაქვს და ვიცი. ამ დროს რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გმართოს ჩვენმა დაჯერებებმა, რომ ორშაბათი დღეა აუცილებელი, რაღაცა ის დილა აუცილებელი. აი ზუსტად დავუშვათ ხუთშაბათს რომ დამირღვევი, აი მოდი ორშაბათამდე ვიქნები და ორშაბათს დავიწყებ. ორშაბათიც მოსულა, ვერ გამიკეთებია ეგ რაც მინდოდა სული და გულით. და უკვე ის კვირაც დაკარგულია. ხო, და მithქვი, აი მოდი მეორე ორშაბათიდან და ესე გავიდა უკვე 11 წელია. თითქმის 11 წელი. ძალიან ბევრია, კი, და უკვე ჯანმრთელობის პრობლემებიც საკმაოდ შემაწუხებელია. მე მაინც მინდა დაგანახო ის, რომ შენ რო ძალიან მოგენდომებინა, შეიძლება და ესე არ მომხდარიყო. იმიტომ რომ რამდენი გოგოა ეხა ეკრანთან, რომელიც გუყურებს გავსი პრობლემები და მე მინდა მათი ცოდნა, რომ მათ შეუძლიათ მოინდომონ. აუცილებლად შეუძლიათ. პირველ რიგში ნებისყოფა საჭირო, მე ესე ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ყველანაირად სან თუ დაიყვნენ ამისთვის. მე ოჯახ ყველანაირად მიწყობდა ხელს, აი მეუღლეც დღემდე, აი დღემდე ხარში მიდგას, ანუ ყოველთვის იმას ამბობდა, რომ შენ თუ არ გაწუხებს შენი წონა, ანუ მე არ მაწუხებს, მაგრამ უჯობესია ჯანმრთელობის გამო შენ იგრძნო თავი კარგად.
11 წელია რაც ერთად ვართ. საიტზე გავიცანი, ონლაინ გავიცანი. სრულიად შემთხვევით და აქედან ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა. 6 თვე შეყვარებულები ვიყავით, მე რუსთავში, ის პოჩში. 6 თვის მერე მოვიყვანეთ ცოლად. დღესდღეობით ჩვენიერი თბილი ოჯახი გვაქვს. გახარებული ვარო ესეთი გადაწყვეტილება მიიღო. ორივეს ოცნება არის, ესე რო ვთქვათ, ეს ნაბიჯი და ძალიან გამიხარდება თუ საომავლოდ მიაღწევს თავის მიზანს ჩემი მეუღლე. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიიღო მარის მე ხელს არც მიშლი და სიმართლე გითხრათ, პირიქით მე მარი მიყვარს ისეთი როგორიც არის ფიზიკურად, რაც უფრო წონის მატება დაიწყო, მარიმ უფრო ჩაკეტილი გახდა, სახლიდანაც უკვე აღარც გადიოდა, თავს დასტრესილად გრძნობდა, თითქოს და ყველა მას უყურებდა, თითქოს და მას ყველა აკრიტიკებდა ჭარბი წონის გამო. და დაჯდა სახლში. პირიქით მე ფსიქოლოგიურად ვამხნევებ, რომ მარი მოდი სადმე გავიდეთ, მაგრამ მას ფსიქოლოგიურად თავში ქონა და აქვს შაბეჭდილი ის, რომ მას ჭარბი წონა აქვს და თითქოს და კრიტიკის მიზანი გახდება, თითქოს და თის და ხელს მისკენ გაიშვენენ და რაღაცნაირად ცუდი თვალით შემოხედავენ, ესე რომ ვთქვათ, ჭარბი წონის გამო. ეს იქნება მის ცხოვრებაში ახალი ნაბიჯი. ახალი ცხოვრება დაიწყება, სულ თვალით შეხედავს ამ ყველაფერს, ოჯახსაც, საკუთარ თავსაც, თავის ცხოვრებასაც და ახალი ფურცელი გადაიშლება მის ცხოვრებაში. ანუ რა სწორი მეუღლე გყავს, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ იშვიათია, როდესაც მამაკაცი ესე სწორად უყურებს რაღაცას, მაგრამ თან როგორ ცუდად მოქმედებს ეს ისტორია შენზე? ძალიან ცუდად მოქმედებს პირველ რიგში ბავშვებზე. იმიტომ რომ ისე ვერ გამყავს გარეთ, უშუალოდ როგორც ახლა ხო უყურებ ხოლმე ნუ დედებს როგორ გაყავთ სულ ეზოში არიან, სულ პარკში გაყავთ რაღაცა და ასე ამბობენ ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ ჩემი გარეთ გაყვანა სტრესის ფონზე ალბათ და ამიტომ რომ ბავშვები ანუ რა სტრესას გავდივარ ქუჩაში და უშუალოდ აი ესე არავინ არ მოსულა და არ უთქვია რომ აი მარიამ რა მხელა ხარ აი დაიკები, მაგრამ ანუ გამოხედვებითაც ხვდები უკვე რა ვინ როგორ გიყურებს, ვინ როგორ ესე ამოგხედავს ქვევიდან და აი თვალებითაც გაგზნობინებენ რომ აი მე რამ ხელა ხარ მას რა ხელა გოგოა და თითქოს ანუ ჭარბწონიანი ადამიანი არ უნახავთ. ამიტომ ვცდილობ რომ ძირითადად სახლში ვიყო და აი თუ რამე დასჭირდება ჩემს შულს ყოველთვის გვერდში ვდგავარ და ყოველთვის მივყვები იქ სადაც საჭიროა, მაგრამ უმეტესად ვცდილობ რომ ყოველთვის სახლში ვიყო, ესე ვთქვათ. მესმის, სრულად მესმის, რასაც ამბობ და ძალიან ახმადია, რასაც ყვები ახლა. აი მაგალითად სიტყვაზე შენი აზრით, აი შენს მეუღლეს რომ ეთქვა რომ პრობლემაა რაღაცა, ოღონდეს არასწორია, არ შეიძლება მეუღლებმა გითხრან წონა პრობლემა არის თუ არა, მაგრამ რაღაცა სწორი ფორმით რომ ეთქვა, სწორი ფორმით რომ ერჩია და შენ რომ მიმختარიყავი, რომ შენი თქვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია. როგორ გონი ეს როგორი მოქმედებდა? ანუ რა არის ამ დროს სწორი? სწორი ფორმითაც უთქვამს ძალიან ბევრჯერ და ძალიან ბევრჯერ დამთქვა მეაგვერძე. ყოფილა ის მომენტები, რომ სამსახურიდან ყოველ 3 საათში მირეკავდა, რომ აბა მარი ახლა ეს უნდა იყვებო, ახლა ეს უნდა, მაგრამ ანუ საკუთარ თავს თუ არ უნდა და შენ შინაგან მეს თუ არ უნდა, ანუ არ არსებობს. ვერანაირად ვერავინ ვერ დაგეხმარება თუ საკუთარ თავს არ უნდა. მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ესე შემთხვევები, რომ გვერდში მდგომ მართლა ყოფილა ჩემს გვერდში, მაგრამ ანუ მე თუ არ მინდა ფსიქოლოგიურად მე თუ არ მომემზადე, ანუ აზრი არ აქვს, არავის თქმას. ხო ძალიან გინდოდა. ძალიან მინდოდა. ხო და ეს ძალიან სურვილი რამშთან თქვა. ხო, ანუ ეგ მაგაზეც მიფიქრი, ანუ ალბათ ხალხის დამოკიდებულობა, იმიტომ რომ აი ყოველთვის ამბობდი, აი მოდი სანამ არ დავიკლებ ქუჩაში არ გავალ, ანუ დავუშვათ 20 კილოს. ხო, რამდენიმე ზამბობდი. ბავშვებთან ურთიერთობაზე ვარ სამოდი ქუჩაში, საზოგადოებასთან ინტეგრირებაზე, ის რა შენ თავთან კომფორტში, ანუ ძალიან ბევრ რამეს და ეს აქეთ რა იყო, რა წონი და უფრონების ყოფა. სწორი გიდი რო ყოლოდა, სწორი კვება რა სწორად გება, ანუ დილიდან რო არ გეშოშლა, პირიქით პირველი გაღვიძება რო ყოფილიყო წყალი, მერე კვება, მერე აუცილებლად ხილი, მერე ანუ ბოსტნეული, მერე ცილა. აი ეს ყველაფერი ქონდა. ამასთან დაკავშირებით გეტყვი ძალიან ბევრ კვების კონსულტაციას მივწერე. უბრალოდ თანხების გამო ვიკავებდი თავს, იმიტომ უბრალოდ რამოდენიმეს მივწერე, სახელებს არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, რამოდენიმეს მივწერე, რომ უბრალოდ დამიწერეთ როგორ ვიკვებო. რომ მინდოდა რომ ვინმე ესე კონტროლის ქვეშ ყოლოდი, რომ ეთქვა რომ აი მარია მოდი შენ მე 5 დღეში შეგამოწმებ და უშუალოდ აი როგორ მიდის კლება. უფრო როგორ ვთქვათ, ანუ სტიმულიც არის და ადამიანს შეგჭირდება გიდი, შეგჭირდება მეთვალყურა.
ანუ სახელი ვარ გაიტეხო ესე ვთქვათ, ცუდად ვიტყვი, ჟარგონულად ვიტყვი, სახელი ვარ გაიტეხო. ანუ მჭირდება ესეთ ადამიანი, ვინც ყოველთვის გაგაკონტროლებს და აი მესმის მათიცაც, ანუ ესე არ არის ყოველ წამს ყველა ვერ გაგაკონტროლებს, ყოველს თავის საქმე აქვს. მაგრამ დროის მენეჯმენტია. ძალიან რთულია, მაგრამ ყოფილი ესეთ ადამიანები შემპირდნენ, რომ აი ყველანაირად გვერდში დაგიდგები, ყველანაირად დაგეხმარები, აი დიეტას დაგიწერ, სწორკვებას უბრალოდ დაგიწერ, მაგრამ მეორე დღეს გამხრალა ეს ადამიანები და რა ვიცი, დღემდე ესე ვარ მარტო სანამ თქვენ გამოჩნდებოდით, ესე ვთქვათ. მე რო გამოჩნდებოდი? სხვათაშორის არ ველოდი. რატო? იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრს ადამიანს სჭირდება დახმარება და ანუ ერთი ადამიანი ხართ და ყველას გოჩი ვერ დაუდგებით ესე ვთქვათ. მადლობა. და ანუ მესმის თქვენი ძალიან ბევრს სულ გიყურებთ, სულ გადავნებთ თვალს და ანუ არ მქონდა არანაირად იმედი მართლა და როგორ მახსოვს ის დღე რომ როცა დამირეკეს აი ტირილით გავსკდი ტიროდი მთელი დღე ტიროდი და მე უღე ცალკე გაგიჟე რა გატირებს და პირიქით გიხაროდეს და ანუ აი მართლა წეხაც აი ემოციებში ვარ ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან მალე ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყებოდა. მე მგონია თავიდან დაიბადები. კი, ანუ მეც ესე მგონია და ყველანაირად ძალიან ვეცდები რომ ყველაფერი გამოვიდეს ჩემთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი მაგალითად ძალიან ბევრ შეტყობინებას ვიღებ ხოლმე ძალიან აი დილით რო ვიღვიძებ, აი დღეს მაგალითად დილით დამხვდა 113 მესიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღამე ინბოქს თითქოს გადავხედე. და აი ყოველ დღე მომდის დილაობით განსაკუთრებით აი 100-ობით მესიჯი და აი როდესაც ესე ავკრავ ხოლმე თვალს ხელს ესე ავსკროლავ თუ მაგალითად ადამიანი იმწერს რომ მენტალური პრობლემა აქვს, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, ვცდილობ რომ სულ გავხსნა ან ფსიქიატრს მეკითხება, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ტრიგერია საკუთარი გავლილი რთული პერიოდის და როდესაც მითხრეს რომ შენ გაქვს ძამწვავი დეპრესია, ამის გამოსახლიდან გასვლა არ გინდა ჩაკეტილი ხარ, ბავშვებთან ურთიერთობა რაღაცნაირად შეგებოჭა, მივხვდი რომ შენ დაყოფილიყავი ჩემი გმირი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ შენ შვილებს დედასთან სრულფასოვანი ურთიერთობა და რა კარგია რომ არ გჭირდება შეყვარებულის დაბრუნება საკუთარ თავში. არა. ძალიან მიხარია რომ ოჯახი მყავს, ისე იმედიც უნდა მქონდეს მთელი ცხოვრება. აი ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი შეიძლება აბსოლუტურად. მგონია ეს ნამდვილი სიყვარული იყო მართლა. კი. მართლა მგონია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გეუბნება რომ ყველანაირი უყვარხარ, როგორიც ხარ, ეგ არის ნამდვილი. ეგ არის ჩვენი სიყვარული 11 წელია უკვე. ანუ თქვენი სიყვარული მართლა წარმოუდგენელია. კი. ხო, მე მაინც მგონია რომ როცა მეკითხებიან სიყვარული რა არის, სულ ეუბნები რომ როდესაც ადამიანს უყვარხარ ზუსტად ისეთი და შენს გადაკეთებას არ ცდილობს, ეგ არის სიყვარული. რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთი საკუთარი ხასიათით, საკუთარი გარეგნობით ეს არის სიყვარული. როცა ისეც გიღებს როგორიც ხარ. მე მიხარია რომ ჩვენ შევდივართ ახლა მარათონში. და მე მიხარია რომ რაღაცა ბოლოს, როდესაც ახლა შენს ვიდეოს ვაჩვენებთ before და მე ვაჩვენებთ შემდეგ რა შედეგს დავდებ და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ 11 ადამიანი გაცილება ძალიან სხვა ცხოვრებით იცხოვრებს. შენ რა იმყოფს აუცილებლად გაწყობს დატვათ და ელოდები შედეგს. აუცილებლად არწმუნებული ვარ. მნიშვნელოვანი იყო ექიმი. ეს არის გია მოსიაშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ ოპერაციებისა და შესაბამისად ეხლა მარიამი უნდა მივიყვანო ექიმთან, რომ მივიღოთ ზუსტი დანიშნულება, ინფორმაციები გავცვალოთ და გავიქოთ ზოგადად რას ვიკეთებთ. დილით რომ დგებით, წყლით იწყებთ? სხვადასხვა გადაჩოული ვიყავი მაგას. რა ეფექტი აქვს ეხა გამახსენდა რა. კუჭნაწლავისაც გაწუხებთ, რომ საფუძე მიდივართ. როდესაც ვისაც კუჭნაწლავი გაწუხებთ, აი დილით რამდენიმე ყლუპი წყალი აუცილებელია. კი, ნავარით. რამდენი ხანი არ მივარჯიშე, მაგრამ მაინც კარგად ამოვედი. ოჩაღნანულა. გამარჯობათ, როგორ ხართ? როგორ წესი მე შემომყავს ხოლმე? სესიამოვნოა, გამარჯობათ. დაბრძადი თქვენ ახლა გვერდით მოგიწევით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ესეთი ტიპის დიალოგები არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ჩვენ მაყურებლისთვისაც. იმ ადამიანებს, რომლებიც სახში არიან, ფიქრობენ, მსჯელობენ მიიღონ თუ არა ეს გადაწყვეტილება. და თან აინტერესებთ რაღაც ისეთი დეტალები, რაც კიდე ფიქრის ეტაპზე ამყოფებს. ჩვენ რო ხედავდით ექიმები და ისინი ფიქრობენ. ზუსტად. განსაკუთრებით ქალები, რომელსაც ვერაფერს ვერ გაუგებ თუ მაინც და მაინც არ ჩაწვდი მის ცნობიერებაში დალექილ პრობლემებს. კი, ზუსტად. ჩვენ ქირურგი ხანახან ვერ ვხვდებით ხოლმე. ზუსტად. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და პირველი შეკითხვა რაც უნდა დავსვათ ამ შემთხვევაში, აუცილებლობა ოპერაციის ჯანმრთელობისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. რა შემთხვევაში ეუბნებით პაციენტს, რომ აი აუცილებელია ბარიატრია?
მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პაციენტმა ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ანუ ჩვენი კონსულტაცია არ გულისხმობს აპრიორში, რომ პაციენტი აუცილებლად გაიკეთოს ოპერაციას. პაციენტი მოდის გასაგებად, ჭირდება თუ არა მას ოპერაცია, ან რა გზა უნდა ქონდეს გავლილი ოპერაციის ჩვენება დადგეს. გვაქვს ჩვენ კრიტერიუმები, რომლებიც ახლა უკვე სახალხოდ არის ცნობილი. ორბიდული სიმსუქნის კრიტერიუმები დიდი ხანია ყველა მის რო არის, რომ პაციენტმა იყოს სხეულის მასის ინდექსიც 40-ზე მეტის, თუმცა იმის შემდეგაც გვაქვს ჩვენ ახლა სუპერ სიმსუქნის გაგება და მგონი ჩვენი მარიამი სუპერ სუქანი გამოდის, მასის ინდექსი რო დავთვალოთ. ამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. უნდა გავიგოთ ჩვენ მის თანხლები დაავადებების შესახებ. მარიამს რა გზის გავლა მოუწევს, რისი შემოწმება, რისი ცოდნა თქვენ მარიამის მხრიდან, ანუ ეხლა რო ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი თქვენი პაციენტი იყოს, რა უნდა იცოდნენ მათ, ანუ რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა? მარიამს მოუწევს აუცილებლად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ანუ ისეთი მდგომარეობის, რომელიც ამ წუთში გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ შემოწმებისას გამოვლინდება გადახრები, რომელიც სიმსუქნესთან არის ასოცირებული. აი რა, მაგალითად რას? მაგალითად დისლიპიდემია შეიძლება გამომჟღავნდეს ანალიზებში. მაგალითად ინსულარული აპარატის გასაგებია. შეიძლება გლუკოზის დონეც იყოს აწეული. შესაძლებელია რომ გამოკვლევებს დროს აღმოჩნდეს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის ეპიზოდები გვაქვს. შესაძლებელია რომ აღმოჩნდეს, რომ სიზარღვევანი პათოლოგიებიც გვაქვს გამოკვლევებზე. ეს შეაფერხებს ოპერაციას? რაღაცა შეიძლება შეაფერხოს, უпростоროდ გადაავადოს ოპერაცია და წინასწარი გამოკვლევების და კურნალობის შემდეგ გადაწყვეტს ის პერიოდი, როცა ჯობესი იქნება ოპერაციის გაკეთება. ხშირად პაციენტს არ აქვს თქონე ჩივილი საჭმლის მონელებელი სისტემის მხრიდან, მაგრამ ხშირია, როცა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ კუჭიც გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები და მასაც ჭირდება კურნალობა. გვაქვს კიდე მომენტები, როდესაც ჩვენ პაციენტს ვთხოვთ წინასაოპერაციო დიეტას, რომ რამდენიმე კილოგრამი დაახლოებით ხო. მარიამს მოუწევს დაკლება? მარიამს მოუწევს, იმიტომ რომ მარიამი არის სუპერმძიმე პაციენტი, სუპერსუქანი პაციენტი და ასეთ შემთხვევაში ოპერაციის შემდგომი პერიოდი რომ იყოს უფრო კარგი, ძალიან კარგი იქნება დაკლების შემდეგ ოპერაციის გაკეთება. რა პრინციპით უკეთებთ? ოპერაციის მიზანია პაციენტს შეუცვალოს ცხოვრების წესი, ანუ კვებითი ჩვევები შეუცვალოთ. ოპერაციის არჩევისას ხშირად ვითვალისწინებთ ასაკს, ვითვალისწინებთ თანხლებ დაავადებებს, ვითვალისწინებთ თვითონ პაციენტის სურვილებსაც, მაგასაც აქვს გადაწყვეტილი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრნაირი ოპერაცია შეიძლება იყოს მისაღები, მაგრამ რაც უფრო ახალგაზრდა პაციენტი, მით უფრო უნდა გაითვალისწინო ის, რომ პაციენტი უნდა მიხედოს მერე ოპერაციას და ის ოპერაცია უნდა იყოს ადვილად მოსავლელი. აჰა. და არც არის გამორიცხული, რომ ჩვენ მომავალშიც მუდმივი კონტროლის ქვეშ გვეყოლება პაციენტი და შეიძლება რამე კორექცია მერეც კი დაგჭირდეს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი წონა აქვს პაციენტს და ბარიატრიული ოპერაციები მაინც რაღაცა პროცენტით კლებას გულისხმობს და არ გულისხმობს მაინც ნორმაში დაბრუნებას. უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ მარიამს ამ ეტაპზე ჯობია რომ სლივგასტრექტომია ჩაუტარდეს, ანუ კუჭის ვერტიკალური რეზექცია. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ყველაზე მოსახერხებელი ოპერაცია მარიამისთვის. მე დააკვირდებით როგორ წავა პროცესი და იმის დამიხედვით უკვე შემდეგ გააკეთებთ. შესაძლებელია მეტი არც არაფერი აღარ დაჭირდეს მარიამს. რამდენი პაციენტი ყოლიათ? ბევრი არის, რამდენიმე ასეული. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც აი რაღაცა მიგიღეთ ისეთ შედეგი, რომელსაც არ ველოდებოდით როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ კონტექსტში. პოზიტიური გაცილებით მეტი. ნეგატიური ერთ-ერთი მახსენდება, პაციენტი არ იყო ჩვენი მოქალაქე, დაიკარგა მე კონტაქტი აღარ ქონდა და არც მინახავს ფიზიკურად როგორ გამოიყურება, მაგრამ წერს რომ რაღაც ნაკლები დაიკლო, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა იყო და მე მიზეზს ვერ ხვდები. ხო, მაგრამ ეს ძალიან ინდივიდუალურია. ხო. ზოგადად ამ დროს კლება რაზეა დამოკიდებული? ჩემს ირგვლივ სხვათა შორის ამ ბოლო დროს ზოგადად ეს ოპერაცია გახდა ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ შეიცვალა მიდგომები. ადრე რაღაცა სხვა სტანდარტები იყო და ახლა შეიცვალა. იმ დღეს ისეთ მეჩვენა მეგობრებმა მითხრა რომ ვიკეთებო, მეგონა რომ საერთოდ არ ჭირდებოდა, მაგრამ ძალიან კარგია ადამიანები თავისაღად ჩვენს აკეთებენ. და შესაბამისად, აი რაღაცნაირად სხვადასხვა ჩემმა ერთმა მეგობრმა ძალიან მალე დაიკლო, მეორე ძალიან გაურთულა. აი რაზეა მაინც დამოკიდებული ეს ეფექტური კლება? პერსონალურად რას აკეთებენ? კი, მაგასაც არის დამოკიდებული. ჩვენ რა თქმა უნდა ახლა რაღაც რეგულატორი არ გვაქვს, რომ რეგულატორი დააყენო, რომ აი ამდენი დაიკლო და ამდენი არ დაიკლო. არსებობს მეთოდი, რომელიც ამცირებს მიღებული კალორიების რაოდენობას, მაგრამ არავის არ გაუქმებია დახარჯული კალორიების დათვლაც, ხო?
პაციენტი მარტო ოპერაციის იმედზე არ უნდა იყოს ოპერაციის შემდეგ. ოპერაცია მისცემს საშუალებას, რომ კალორიები შეამციროს, კლება დაიწყება, მაგრამ კლების დაწყებასთან ერთად პაციენტმა უნდა მომატოს აქტივობას, რომელსაც ვერ ახერხებს სიმსუქნის პირობებში. აქტივობის მომატება ზოგ პაციენტში იმდენად განსხვავებულია წინა ცხოვრებასთან შედარებით, ჭყარებს ხოლმე წინა ცხოვრება, რომ ჩემთვისაც გასაოცარ შედეგებს აჩვენებენ ხოლმე. აი, ყოფილა პაციენტი, რომელიც იყო 100 კილო დაბალი ტანის გოგონა და ველოდებით რომ უნდა გახდეს 70-65 კილოგრამი, მოსვლა 48 კილოგრამი და არის უბედნიერესი და რა ვიცი, დადის და მთებში და ეგრეში და არ ეშვება ამ ცხოვრებას იწყებ თავი. თუ კალორიების ხარჯვა იქნება, შედეგი არის გასაოცარი ხოლმე. და უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც მანამდე აქვს პაციენტს, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, წნევები და ასე შემდეგ, ისინი ნელ-ნელა ყველაფერი ქრება. ამიტომ ცხოვრების ხარისხი ბრუნდება, სოციალური იზოლაცია სრულდება. შენში ხალი ბრუნდება. შენი ზომა ტრანსფერტი არსებობს მაღაზიაში, სარგეში ჩახედა უფრო მეტად ქსიამოვნებს შენი თავი გიყვარს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთვის ეს მეორე ეფექტია, ჩვენთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია, რომ თანხლები დაავადებები ან არ განვითარდეს, ან თუ არის როგორმე ისინი. როგორ გონიათ მარიამთან ოპერაციას როდის გავაკეთებთ? ჩვენ დაგჭირდება რომ 2-3 კვირა რომ მარიამი მოვიყვანთ იმ კონდიციამდე რომ ოპერაცია შესრულდეს, თვითონაც დაგვეხმარება ამაში. ის რა ვიცი 8 კილოგრამი ოპერაციამდე დავიკლოთ და მე უკვე ოპერაციის დღე დაიგეგმება დაახლოებით მაისის ბოლოსთვის. გამარჯობა. წინა საოპერაციო კვლევები რომ არის, ცოტა ნერვიულობ. იმედია ხელი შემშელი არაფერი იქნება. გვერდულად დადიკით და ხელებს მაღლაძიეთ. კარგად გასწორდით ასე. ჯერ არის ეტყვი. უკანა ზომა. დღეს დილით მოვედი, ჩავიტარე კვლევები და კიდევ რამოდენიმე კვლევა დამრჩა და საბოლოოდ ვახლოვდები მიზანს და ძალიან მიხარია რომ მალე ჩატარდება ეს ოპერაცია. როგორც იქნა დადგა ეს დღეც, რომელსაც ესე ველოდი დიდი ხანი, დღეს ოპერაციის დღე მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ, ცოტა ნერვიულობ, ცოტა ღელავ, მაგრამ სანდო ხელში ვარ, ეგ მომშვიდებს უფრო მეტად. და ნახოთ რამოდენიმე თვის შემდეგ როგორი გოგო ვიქნები საბოლოოდ. ავდივარ ქირურგიაში, რომ მოვემზადო წინა საოპერაციოდ. ძალიან ნერვიულობ. თან მიხარია. ვიცი რომ ხვალიდან ახალი ცხოვრება დაიწყება. თან ცოტა ნერვიულობ, მაგრამ საიმედო ხელში რო ვარ, ეგ უფრო ამშვიდებს. გარეთ არის საგულშემატკივროდ ჩემი მული, ანი. მეუღლე სამწუხაროდ ვერ მოვიდა, იმიტომ რომ ბავშვებთან დარჩა. ჩემ პატარებთან და შორიდან ძალიან ნერვიულობს და ძალიან გულშემატკივრობს. მოლოდინი მაგ ძალიან დიდი. აი, ყველანაირად ყველა ბარიატრის პაციენტი ვნახე, ფოტოები, აბსოლუტურად ყველაფერი გადავამოწმე. და ვიცი რომ ახალი ცხოვრება დაიწყება ხვალიდან ახალი ცხოვრების ეტაპი ესე ვთქვა და ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. პირველ რიგში საკუთარი თავი შეიცვლება, ალბათ ესე ვთქვა, დამოკიდებულება ყველასი და რა ვიცი, უფრო ბედნიერი დღეები მელოდება წინ, დარწმუნებული ვარ. დღეს ვუკეთებთ ოპერაციას მარიამს, რომელიც არის 170 კილოგრამზე მეტი პაციენტი. არის სუპერ სულქანი. მისი სხეულის მასის ინდექსი აღწევს 70-ს. ოპერაციის სირთულეს გვიზრდის წარსულში ჩატარებული ქოლესტექტომია ღია წესით. იმედი გვაქვს, რომ დიდი სირთულეები არ იქნება ოპერაციის მსვლელობისას და დაახლოებით 1 საათში მოვჩვევით ოპერაციას. რა ვიჩერ პასუხი არ ვიცი. იმედია მალე გამოიყვანე. მარია გამორჩეულად საინტერესო რესპონდენტი კი არა და გმირი იყო იმიტომ რომ 30 წლის იყო და 30 წლის ასაკში ურთულესი პრობლემების წინ შეიდგა წონის გამო.
შესაბამისად, ანუ ძალიან პატარა იყო იმისთვის, რომ ამ ხალხ პრობლემები ქონდა, სახლიდან ვერ გადიოდა, დეპრესია ქონდა, ხო გახსოვთ? გავიდა რამდენი, ხა უნდა ვნახოთ ჩვენი ჩაწერის შემდეგ. 6 თვე. ანუ ბოლოს ვნახე 6 თვის წინ, როდესაც გაიკეთა ოპერაცია. იყო 180 კილო. 180 კილო იყო 6 თვის წინ. ეხლა არის საინტერესო, როგორ გამოიყურება და რა ხდება მის ცხოვრებაში. სწორად მოვდივარ. შენი დედა მარია. ლამაზი. მე შევასი ხარ. აი. როგორ ხარ? მარია, რამდენი კილო დაიკარგე? 55. მოდი აქეთ დაჯექი. ანუ 55 კილო? კი. ყოჩა. 55 კილო. ყოჩა. და რამდენი დაგჭა კიდე დასაკლები? კიდევ 60 მინდა. ხო. კი, 60 გინდა? კი, კიდევ 60. ეხლა 125. ხო, გინდა. კი, მინდა. და როგორ მიდის წაკლება? მშვენივრად, ყველაფერი იდეალურად, არაფერი გართულებები არ მქონია, ყველაფერი კარგად მიდის. ანუ არაფერი რაღაცა გვერდით არა, არანაირი საერთოდ. კინა, რეაბილიტაცია მე უკვე ყველაფერი ვიცი, როგორ ზექნა. ხო. თმისვენა მაქვს, მაგრამ მე უკვე ყველა ოპერაციას მოსდევს თავდა. რა შეიცვალა ცხოვრება? აი მე ყველაფერი. აბსოლუტურად ხარ მოგწევს დედიკა? კი. მართლა? მოხდა გახთამა? კი, ანუ ყველგან დავყვევი უკვე, ანუ ესე რომ მეტყვისადმე წავიდე დედა, აბა წავიდე ყველგან წავიდე დედა ვეუბნები და უკვე აღარ მეზარება ესე თქვა გარეთ გასულა და სიხარულით ესე ძალიან გავიგე. მინდა რომ სულ გარეთ ვიარო, სულ გავიდე. უკაცო. არა უშავს, რა იცოდეთ შოქი წავიდა მაყურებლება. მოვა მალე. მითხარი რა ხო და შეიძლება. რა ვიცი, სულ მინდა ხოლმე გარეთ გავიდე ვისეირნო ბევრი, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად და რა ვიცი. ყველაფერი აბსოლუტურად ხალხთან დამოკიდებულებაც, ანუ ყველასთან უკვე ადრე თუ მეუბნებოდა რომ მარია გავიდეთ სადმე, ეხლა უკვე სუსიხალებთან იქ თეოვნები რომ სადმე გავიდეთ, გავისეირნოთ. მენტალური პრობლემები თქვენად მეყარდა? აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა, დეპრესული არა ვარ, ეგ არის ყველაზე მთავარი. ყველაზე კი, ადვილად არ უღიზიანდები, ეგეც მთავარია, იმიტომ რომ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი ხოლმე ეს დეპრესიის ფონზე სულ სახს ჩაკეტილი. ეხლა ყველაფერი მიხარია, ანუ ადვილად გასაღიზიანებელი რაღაცები აღარ მაწუხებს. ნუ ყველაფერი ძალიან მშვიდა, ძალიან ისე ხვდები. დილის გათენება მიხარია ყველაზე მთავარი ეგ არის. სამსახური დაიწყე? კი. კაი რა. ნუ ზოგადად ამ სფეროში 10 წელია ვარ სახლში, ძიძა, ცალკე მასწავლებელი. ახლა სკოლაში მუშაობ, ბავშვები მყავს, გახანძრებულის მასწავლებელი ვარ, ცალკე სახლშიც ვამეცადინებ ბავშვებს. რა მაგარია. კი, ხო. სრულფასოვანი ცხოვრება დაიბრუნე რა. თავიდან ბოლომდე თქვენი დამსახურები პირველ რიგში. და მე უფრო მგონია რომ New Hospital-ის და გია მოსიაშვილის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თქვენი დამსახურებით, შემდეგ ბატონი გიას დამსახურებით, ანუ დღემდეც რომ წერ, ანუ ყოველთვის არასდროს არ დაიზარებს პასუხს. რაც უნდა დრო იყოს, რომ აბა ბატონო გია, აბა ეს როგორ შეიძლება, ყოველთვის ანუ იდეალურად პასუხობს ყველაფერზე. კი, ანუ სამუშაო დროსაც, ნებისმიერ დროს აღარ მოიყოს, ანუ არასდროს არ ეზარება ხოლმე პასუხის გაცემა და ბოლომდე რჩევების მოცემა. თვითონაც მკითხულობს ხშირად. მეუღლე რას გეუბნება? მეუღლე უფრო ბედნიერია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე ყველგან მივდივარ ხოლმე, ადრე თუ მეუბნებოდა რომ მარია სადმე გავიდე და მეზარებოდა და არა ვასო მოდი დღეს არა მოდი ისა. ეხლა უკვე მევაწუხებ ხოლმე. სადმე გავიდეთ ვასო მეუბნები? რა შეიცვალა? მომიყევი დედა შეიცვალა? როგორ? ვთქვი ეხლა ცეკვას დავყვები ხოლმე სულ და წინა წელს მეუბნებოდა რომ დედა შენ წამიყვანე ხოლმე რა და რომ ვეღარ მივდიოდი ფიზიკურად უკვე ისე ცუდად ვიყავი რომ ვეღარ დავდიოდი და ეხლა სულ მიყვები ხოლმე და უხარია რომ აი ყველას დედები რომ მოდიან შენც მინდა რომ იყავ და ძალიან ბედნიერია ხოლმე. როგორ გონია დანარჩენ 60 კილოს როდის დაიკრა? ძალიან მალე, ანუ ისეთ კარგი ტემპით მიდივარ, თან ახლა ვარჯიშიც დავიწყე უკვე. კი, მე 5 დღეა უკვე დავდივარ და სადღაც 1 წელიწად-ნახევარი, 2 წელი მაინც. უკვე შედეგს მომცემს. ძალიან მიხარია, ყველა გოგო ეს უნდა გწყინა.
კი, ნამდვილად. დაგჭირდა თუ არა ის საკვები დანამატები რაღაცაები? კი, საკვები დანამატებით, ვიტამინებით, აბსოლუტურად ყველაფერი რაც ოპერაციის შემდგომ. PSP-მ სრულიად უსასყიდლოდ გამომიგზავნა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თანხაც ან ფიზიკურად იმდენი ლარის ოდენობის წამალი იყო, ფიზიკურად ვერ ვიყიდიდი და სრულიად უსასყიდლოდ გამომიგზავნა ყველაფერი PSP-მ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ, რომ ესე დამეხმარეს და ძალიან ძვირი სიამოვნება ნამდვილად და ანუ მათი დამსახურებით ძალიან კარგად გავიდი ეს თვეებიც. ძალიან ხარია. მზად ვართ? ჩვენ ვართ საბურთალოზე, მინდელის 7B-ში და ეს შენობა გეტყვით იმას, რომ აქ არის ესთეტიკური კლინიკა ნეონეოს და ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4-8 ჰოლდინგი. გაერთიანებული მიქსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ შენობაში, ერთ სივრცეში შეგიძლიათ ბევრი სამედიცინო და ესთეტური დახმარების მიღება. დახმარების მომსახურების უფრო სწორია ალბათ კონტექსტურად ახლა. Ну, თუ აქ მოდიხართ, შეგიძლია მოხვიდეთ ოფთალმოლოგთან, კარდიოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ფლებოლოგთან, რომელიც ნიშნავს ვენებისა და სისხლძარღვების ექიმს და კაპილარების ექიმს. ჩემი აქ მოსვლის დღევანდელი მიზეზი არის ცოდნა იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ავირჩიოთ და რა შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ ფლებოლოგი, ანუ ვენებისა და სისხლძარღვების და კაპილარების ექიმი, რა უნდა გვაწუხებდეს და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ამ შემთხვევაში კონსულტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათა შორის მითხრეს, რომ ეს ექიმი არის ძალიან აქტუალური. ქუჩადოლიძე იქნება ექიმი, რომელსაც დღეს გავესაუბრებით, სახის პროცედურაზე ჩევლიდა კაცი, ან შეგვიძლია რომ მერეც მოვიდეთ, იმიტომ რომ აქ არის ისეთი პროცედურები, რომლის ცოდნაც აუცილებელია. მაგალითად, ფოტო გაახალგაზრდავება, მაგრამ კარგით, მოდი დღეს ფლებოლოგს დავუბრუნდეთ. ყველაზე მარჯვნივ თუ მარცხნივ. გინეკოლოგიური დახმარება, რეაბილიტაცია, მასაჟი. მოდით ისევ ფლებოლოგს დავუბრუნდეთ. ეს სიტყვა ძალიან მომწონს. ფლებოლოგთან ჯერ არასოდეს ყოფილი ვარ. გამარჯობათ, როგორ ხართ ბატონოჩა? ფლებოლოგია არის სიზავთა ქირურგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ვენების დაავადებებს. კაპილარები, სისხლძარღვები ფეხებზე, ტანის ნებისმიერ ნაწილზე და დაავადებებსაც შეეხება ვარიკოზული დაავადება, ხო გაგიგიათ რა თქმა უნდა, დაკლაკმილი ესეთი უსიამოვნო შესახედავი ვენები ფეხებზე. ეს არის ძირითადი ჩვენი პრობლემა, რომელსაც ვკურნალობთ, იმიტომ რომ ყველაზე გავრცელებული პრობლემა. და როგორც მე მივხვდი, არის პრობლემა, რომელსაც ქირურგიული ჩარევა ჭირდება, მაგრამ არის აპარატურული მკურნალობის მექანიზმი, ხო? აი ვარიკოზული დაავადება თავისი გართულებებით. ეს არის სიზავთა ქირურგიული დაავადება, რომელსაც ჭირდება მკურნალობა და ამ მკურნალობას ჩვენ ვატარებთ ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4-8-ში ვატარებთ ენდოვენური ლაზერით, ანუ ვენის შიგნიდან ლაზერით ხურავთ. ეს ოპერაცია. ეს არის ასე ვთქვათ манипуляция, ქირურგიული ჩარევა, მიკროქირურგიული ჩარევა, რომელიც მაგრამ მაინც ოპერაცია. ხო, რომელიც არ ტოვებს არც კვალს, პაციენტი მოდის, იკეთებს და მიდის, ძალიან მარტივი პროცედურა. არ რჩება საერთოდ. აი როგორც სტომატოლოგთან მიხვალთ და მე დაგეგმილი გაქვს მთელი დღე, ზუსტად ისე შეიძლება. აპარატით რა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი? ხო, რაც შეეხება აპარატით, რომელსაც ჩვენ მე ვნახავთ, ეს აპარატი უკვე გვაცილებს და ამით ვაქრობთ ესთეტიური ფლებოლოგიის ნაწილს, ანუ კოსმეტიკურ კაპილარებს და ვენებს, რომელიც ზედზევით ამოსულ კაპილარებს. ეს შეიძლება იყოს სახეზე, ფეხზე, მკერდზე, ხელზე, სადაც გნებავთ იქ. უკვე ეს დაავადება არ არის, არის კოსმეტიკური დეფექტი, რომელიც არ მკურნალობის შემთხვევაში ჩვენ პრობლემებს არ ვღებულობთ ვარიკოზისგან განსხვავებით. უბრალოდ ვიზუალური დეფექტია, არ მოგწონს, არასასიამოვნო შესახედია, პლაჟზე ცუდად ჩანს და ასე შემდეგ. და ამას უკვე ვაცილებთ ლაზერითაც, ოღონდ ეს სხვა ლაზერია, კანის ლაზერია. სორი, ძალიან კარგი და ასე ვთქვათ, ბევრის გამკეთებელი ორი ლაზერის აპარატია. ანუ მაგალითად სიტყვაზე შეშუპების დროს, როდესაც ეუბნებიან ადამიანს, რომ აი სისხლძარღვების პრობლემა შეამოწმა, რამდენად არის ეს ერთი და იგივე? ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი არის ქვედაკიდურების შეშუპება. შესაბამისად, თუ ქვედაკიდურები შუპდება, აუცილებელია კვლევის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს გამოვრიცხოთ ვენური უკმარისობა. თუ გვაქვს
და კლინიკურად ვამჩნევთ, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს ვენურ უკმარისობასთან საქმე და ფეხი შუქდება მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო. გეგმოთ უკვე ლაზერულ ჩარევას და ვაკეთებთ ოპერაციას, როგორც თქვენთვით და როგორც მე მიყვარს თქვა პროცედურას, აღარც ფეხი შუქდება და არც ვენები არ გვაქვს. ხოდა რამდენად არის კავშირში ამასთან სახის სიცოცხლის ნაწილი? სახის სიცოცხლე ეს არის როზაცეა, რომელიც ასევე კაპილარებთან არის კავშირში, თუმცა ვარიკოზულ დაავადებასთან კავშირში არ არის. მაგრამ აი მაგალითად იმ აპარატთან კავშირში არის რომელიც კი, იმ აპარატით, რომელსაც ჩვენ წვრილ კაპილარებს ვაკეთებთ, ვაცილებთ ფეხზე, ასევე როზაცეის, ანუ სიცოცხლის მოცილება შეგვიძლია სახეზე. ისევე როგორც კაპილარები მკერდის ქვეშ და რა ვიცი დეკოლტეს ზონაში ვენები რაც მნიშვნელოვანია ხოლმე ქალბატონებისთვის, რაც ჩანს და თქვათ არ მოწონს. ამ პრობლემას ასაკია აქვს? სასაკი არა აქვს, ეთო ვარიკოზული დაავადებასაც შეეხება, თანდაყოლილით შეიძლება იყოს და შესაბამისად ახალგაზრდა ასაკში 15, 16, 18 წლის ასაკში ვლინდება, უკვე თუ თანდაყოლილია. როცა გოგო იწყებს ალბათ გაპრანჭვას, ასე ვთქვათ და რაღაცეების დაკვირვებას თავის თავზე, მაშინ ვამჩნევთ ამას და ეს ხდება მაშინ პრობლემა. გასაგებია. აი კაპილარების შემთხვევაში გოგოებს უფრო, ქალებს უფრო მეტი აქვს, იმიტომ რომ ესტროგენია ქალების სასქესო ჰორმონი მოქმედებს ამაზე. ამ ქალებმა ჩვენ ყველაფერი უფრო მეტი გვაქვს. არა, ჩვენს გვაქვს ისეთი პრობლემები, რომელიც თქვენ არასდროს არ გექნებათ, ასე რომ მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვაქვს, რაც თქვენ არ გექნებათ. მოდი შევთანხმდეთ. სამაგიერად თქვენ ბევრი ისეთი უნარი გაქვთ, რაც ჩვენ არ შეგვიძლია მაგალითად შვილების გაჩენა, რაც არ ვიცი, ფანტასტიკური რაღაცაა. მაგრამ ამას რამდენი სირთულე მოყვება? სირთულეები მე ჩვენს გვაქვს, ეხლა მამები ძალიან მეხმარებით დედებს. მესმის ძალიან კარგია, როდესაც სწორის ქალის ფუნქციას სწორად აღიქვამს ადამიანი და განსაკუთრებით მამაკაცი. ერთადერთი რაც მაინტერესებს, ტკივილის პროცესი თუ აქვს? არანაირად გაცილებით მე ცხოველებოდი, ძალიან დაძაბული ვიყავი და აბსოლუტურად. ანუ ტკივილი შეგდება არ გაქვს? არა. სიმხურვალის? სიმხურვალის გადაილებულია პერიოდში. ეს პროცესი რამდენი ხანი გრძელდება? 20 წუთიდან 1 საათამდე გააჩნია მოცულობას, თუ რამდენი გვაქვს გასაკეთებელი. საშუალოდ 40 წუთი, იმიტომ რომ პაციენტი იღლება და მეტი ხო, და მე ჯობია გავყოთ მერე პროცედურები. შესიებად და თუ მეტია გასაკეთებელი, მერე დავიმაროთ. ეს მადლობა. ახლა შეგაწუხებთ. ზოგადად იცით რომ სოფლიოში არის კორეული ბრენდის ბუმი. რატომ? იმიტომ რომ რაღაცნაირად ბალახებზე დაფუძნებული კულტურით და რაღაც ტრადიციებით შემოგვთავაზეს ისეთი სახის რუტინა, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე მაგალითად ძვირად ღირებული საცხები. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ კორეელებმა გვითხრეს, რომ სახის ხაზში ლოკოკინის გამოყენება არის ძალიან ეფექტური რამდენიმე მიმართულებით. პირველი ეს არის ჭრილობების და ზედაპირული დეფექტების გასწორება, ბზინვარება, ერთგვაროვნება, სახის ღრმადატენიანება, ანუ მოკლედ ლოკოკინას, იმიტომ რომ კორეელები თავის დროზე ლოკოკინი ჭრილობებს აშუშებდნენ, ამიტომ მიხვდნენ რომ ამის გამოყენება ძალიან კარგი იქნებოდა სახის ხაზში და ლოკოკინას იყენებს კორეული ბრენდის ყველა მთავარი კომპანია. მაგრამ კოსერექსი არის ახალი ბრენდი, რომელიც TikTok-ში უცებ ერთ წამში ცნობილი გახდა აი ამ ცნობილი ვიდეოების გამო. მოკლედ კოსერექსის შესახებ მინდა გითხრათ რამდენიმე რამ, რომ ეს არის მისი თავარი ხაზი, ერთ-ერთი თავარი ხაზი, რითიც ისეთი გარდა იმისა, რომ ეს ვაირალ ვიდეოებით გახდა ძალიან ცნობილი, მეორე, ეს არის ლოკოკინის ხაზი, თავისი მთელი ხაზით, როგორც სერუმით, ისე საცხით და ასე შემდეგ. ასევე მისი მთავარი ეფექტურობა არის 6 ჯგუფის პეპტიდია ამ სახის ნიღაბში. და აქ არის 3 საკმაოდ ისეთია, თან გეუბნებიან, რომ 5 დღეში ერთხელ უნდა გამოიყენო კოსირექსის ნიღაბი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის თითქმის ნახევარითვის რუტინა. ისევე როგორც ეს არის მეორე იმ შემთხვევაში, თუ სადმე მიდიხართ ქორწილში ან დაბადების დღეზე და გინდათ რომ ბრჭყვიალებდეთ. და ასევე არის მესამე, რომელიც არის ღრმა დატენიანება. თუმცა კოსირი გარდა ამ ვაირალ ვიდეოების ამბავი, კოსირექსის ამ კორეული ბრენდის მთავარი ამბავი, რის გამოც პოპულარული გახდა ქალებში, არის ლოკოკინის ხაზი. და ეს ლოკოკინის სახის სერუმი და საცხი და ასე შემდეგ. დანარჩენი უკვე შეგიძლიათ ნახოთ PSP-ს ვებგვერდზე, დეტალური ინფორმაცია ამ ბრენდის შესახებ და
და უნდა მოხვიდეთ და თქვენ ნახოთ და შეამოწმოთ და დატესტოთ რომ მიხვდეთ რომ რასაც ვამბობ მართალია.